როგორც წესი ლაივს ხსნით ხოლმე მისალმებით და ერთმანეთის წარდგენით და მოდი რაღაც ისე სპონტანურად მომინდა რომ მე წარგადგენ შენ საიდან გიცნობ და ჩემი გადმოსახედიდან ვინ ხარ და ასევე პირიქით ეს ჩემი პირველი ლაივი ესე მე 5 ადამიანი ხარ ვინც ჩემთან ლაივში არის პირველად ლაივში და ძალიან მიხარია ეს რამდენიმე ადამიანთან მქონდა რაღაც პატარა ბარიერის გადალახვა, ცოტა ხო იცი მაინც რაღაცა დაძაბულობა არის. დღეს ალბათ არის ჩემი არ ვიცი შეიძლება 30 ლაივი, მაგრამ რატომღაც ძალიან ნერვიულობდი, აი არ ვიცი რატომ, ალბათ ნუ ფონი გვაქვს ცოტა ისეთი სტრესული და მოდი სიმძიმეებით რო არ დავიწყოთ საუბარი და ცოტა ისეთი არ იყოს ძალიან და ხო ძალიან ძიმე თემა არის და მოდი ესე გავაკეთოთ წარდგენა. მე როგორ გიცნობ შენ, საიდან გიცნობ და არ ვიცი, მარიამ ტონკოს დარწმუნებული ვარ, რავი, ძალიან ბევრი ჩემს ირგვლივ ვინც არის თითქმის ყველა ადამიანი იცნობს. ნუ შეიძლება იცნობდეთ როგორც სამკაულის შემქმნელი დიზაინერი და ბრენდის დამფუძნებელი. ჩემთვის ეს ადამიანი არის აბსოლუტურად სხვა ვინმე, რეალურად არის ბრენდის ნოემი დამფუძნებელი, შემქმნელი, მისი კონცეფციის ავტორი და მხატვრული ხელმძღვანელი და დიზაინერი, ასე ვთქვათ. თუმცა ჩემთვის არის აი ძალიან დიდი მაგალითი ნიჭიერების ფეიერვერკის, აი ქარი, რომელიც არის ნიჭის, აი არ ვიცი, ოღონდ აი გიჟური ნაზავი, აი აბსოლუტურად სხვადასხვა ნიჭების. ოღონდ გულწრფელად ვამბობ, მარიამის ლექციებიდან ვიცნობ, ლექციებს მიკითხავდა მე როგორც ბრენდინგის სპეციალისტი, ასე ვთქვათ და ეს იყო ყველაზე კარგი დრო, რაც მახსენდება ჩემი ინსტაგრამის აი პირველი ფეხის ადგმები რო იწყებოდა და არა მარტო ინსტაგრამში. ხო, ეგრე გამოდის, რომ შენი ლექტორი ვიყავი თუ რაღაცა, ოღონდ მე კიდე აღმოაჩინა, შენგან იმდენი რაღაცა ვისწავლე და ჩემთვის კიდე ცალკე ესეთი мотиваცია ხარ, რომ რაღაცნაირად აი მგონია, რომ ის კი არ იყო რომ მე გასწავლე რაღაც, მე კიდე შენგან ვისწავლე, რაც მე არ მქონდა და ჩემთვის საერთოდ აი რაღაცნაირად ძალიან გამიკვირდა მაშინ, რომ ჩემზე დიდი რო ხარ, აი ესეც რაღაცა ისეთი იყო რა, აი თითქოს მაგ გზას უნდა მოუყვებოდა მე პირიქით რა, უკვე რასაც შენაკეთებ ინდივიდუალურად და პლუს ძალიან გულშემატკივრობე ხარ იმ ყველაფრის მერე, სანამ ამდენ რაღაცას დაიწყებდი გარშემო, რამდენ რაღაცაში ხარ, უკვე თავიდანვე мотиваცია იყო. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ ძალიან დიდი აი ხო ხდება ხოლმე რომ აი ადამიანთან არის მე მაგალითად მაქვს ეგეთი რომ აი ენერგეტიკული თანხვედრა თუ აი რავი რა ქვია მაგას აი ძალიან ესეთი რაღაცა შედგა ჩვენ შორის კავშირი და მას მე ვარ შენი დიდი გულშემატკივარი და მგონია რომ შენ იცი როგორი ადამიანი ხარ მაგ აი ხوارიან ადამიანი, ოღონდ აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ და სულ ვცდილობ ხოლმე რომ ანუ ოფლაინ სივრცეში როცა მაგ შენზე საუბარი ვისთანაც გქონია სულ ამ ტექსტით საუბრობ ხოლმე. ჩემი ის ხარ, აი მე მერიდება ხოლმე ძალიან ყველაფერი საერთოდ ჩემზე რაც ჟღერს ან ვინმე რამეს ამბობს ძალიან და შენ ძალიან აი გენდობი ყველაფერზე რასაც ამბობ და მე აი გეტყვი რა გულწრფელად აი არ ვიცი ჩემი გამომწერებიც და მე თანხმებიან ალბათ და დამოწმებიან რომ თუ ცუდი აზრი მაქვს ვინმეზე ან ცუდს ფიქრობ ცუდი შეიძლება არ ვთქვა მაგრამ გავჩუმდე მაგრამ თუ ვამბობ ყოველთვის ვარ გულწრფელი ოღონდ მართლა აი გულწრფელად გონია რომ შენ იცი როგორი ადამიანი ზრიგებს განეკუთვნები აი რაღაცა იდეა რო აქვთ რაღაცის გაკეთების ნიჭი რო აქვთ და აი ამ იდეის კეთებით რო кайფობენ და დიდ რაღაცებს ანუ ამბიციები რო არ აქვს, ანუ კარგი გაგებით ვამბობ. შენ ბევრად დიდ რაღაცას იმსახურებ და ბევრად სხვაგან უნდა იყო, აბსოლუტურად 100%-ით გეტყვი ამას. უბრალოდ შენ იმდენად აი ამ შენი პროცესით გონია თავისი თავგადასავლებით, თავისი ჩავარდნებით და ამოსვლებით მგონია რომ кайფობ ამ პროცესით რა, აი არ ვიცი, ესეთი შეგრძნება მაქვს. ეგ ხო, მეც ჩემ თავზე ეგრე მიფიქრია, რომ უამბიციო ვარ. აი ხო არის რომ მიზანი აქვს და აი ამბიციები ვაკეთებ თითქოს უფრო და სიამოვნებას ვიღებ და ხო აი ამას შეიძლება განსაზღვროთ სტრატეგიულად რომ რა არის მიმავალი ეს ნაბიჯები რაღაც შენ მაგალითად ყველაფერს მიყვები ყოველთვის ყოველ ნაბიჯ არ ჩააგდებ აი ძალიან სტაბილური ხარ და ყველაფერია ეგ იმისთვის რომ რაღაცა მიზნამდე მიხვიდე რა ხო აბსოლუტურად სიყვარულით ვაკეთებ მეც იმიტომ რომ ანუ თუ რაღაცას ხდება და ეს
ყველაფერი რო არ იყოს ამის უკან და სიყვარული, მაგრამ სიყვარული და ნიჭი არაა საკმარისი. კიდევ არც ერთ შემთხვევაში ეგ არ არის საკმარისი. ის არის ერთხელ რომ მაგალითად გააგდებ რაღაცა ინფორმაციას, რაღაც გაგივარდება, რაღაც გამოგივა, მაგრამ თუ სტაბილურად არ მიეცი ამ ყველაფერს, მე ჩამოდის ქვემოთ და აღმართები და დაღმართების უფრო ვარ მე და შენ სულ აი ეს ზემოთ მიდიხარ ნელ-ნელა და ეგ არის მე აღმართოვანებს შენში, ეგ თვისება მე მაკლია ძალიან. მაგრამ აი მე ჩემ მხრივ მიზანია არ მაქვს თითქოს ეს რაღაცა აი და მაგაში ვცდები კიდევაც რა უფრო მეტად ჩემი სიამოვნების არა, ეს არის არაჩვეულებრივი რამე. ანუ საბოლოო ჭრილში შეიძლება ხო რაღაცა მე მგონი რომ მიხვალ ძალიან მალე იქ სადაც უნდა იყოს შენ. და აი უბრალოდ მე როდესაც შენ გაგიცანი და ჩემს აი ხა ვინც გვიყურებს თქვენს ძალიან გთხოვთ რომ რაღაცა ინტერაქციაში მინდა შევიდეთ და კითხვებიც თუ გექნებათ მარიამთან ან პროცესთან დაკავშირებით თქვენც მინდა კითხოთ რამდენად ვინ ხართ ჩემსავით ანუ მე რო შენ გაგიცანი ნოემი უკვე არსებობდა და საკმაოდ პოპულარული ბრენდი იყო მე არ მქონდა მის შესახებ განაგონი სიმართლეს გეტყვი და აი ძალიან ისეთი კითხვა გამიჩნდა რომ შენ როგორ მიხვედი ასე ვთქვათ როგორ დაიბადა ეს ნოემი მოდი აქედან მინდა დავიწყოთ ეს არ არის უბრალოდ ხელით შექმნილი handmade აქსესუარები ხო ეს არის რაღაცა კონცეფციის მაწარებელი და მივალთ იმ ძალიან დიდ პროექტამდე და დიდ კამპანიამდე რაც ძალიან აქტუალური არის და დღითი დღემდე მტკიცდება რომ ძალიან აქტუალური არის ხო ჩვენთვის და ძალიან საინტერესო არის თან რა იყო ამ იდეა, საიდან მოვიდა და ასეთი სრულყოფილი როგორ გახდა ესე ვთქვათ. აი არ ვიცი სრულყოფილი არის თუ არა, ეხლა ეს 9 წელი ხდება დეკემბერში, რაც ნოემი არსებობს და პირველად გავაკეთე ამ 8 წლის შემდეგ გამომივიდა, რაც თავიდან ჩავიფიქრე, რომ ნამდვილად ბრენდს ქონოდა თავისი კამპანია. რაღაცნაირად ესე პროფესიონალურად, რომელიც ატარებს თავის რაღაცა დანიშნულებას და ცვლილება უნდა მოიტანოს. ანუ ამისთვის არის, აი ჩემი მიზანი იყო ეს ოცნება, რომ ბრენდი ყოფილიყო ქართულ სივრცეში, ოღონდ სხვასაც რო გაეკეთებინა, ისიც გამიხარდებოდა, ანუ კონკრეტულად ჩემი იყოს და ჩემთვის იყოს, ესე არ მიფიქრია ამაზე. უბრალოდ ბევრჯერ დამჭირვებია რაღაცა, რაც როგორც გოგოს, მაშინ გოგო ვიყავი პატარა, როგორც ქალს საიდანღაც რაღაცა დახმარება, რაღაცა მჭირდებოდა. და სულ ფიქრობდი ხოლმე აღფრთოვანებული ვიყავი თვითონ აი ამ მარკეტინგის მიმართულებიდან, სადაც არის არაუშუალოდ გაყიდვებზე, არამედ დანიშნულებაზე, ესეთი რაც არის ბრენდის პლატფორმა, რისთვისაც იქმნება, სადაც არის ბრენდის მისია და მიზანი, უნდა მოიტანოს მან, რასარგებელი უნდა მისცეს ადამიანებს, აი ამ რაღაცით აღფრთოვანდი და მე დავიწყე იმის დანახვა, სხვა ბრენდებს რა გაუკეთებიათ ჩემთვის და ჩემთვის ქვეცნობიერად რა შემოსულა. და რაღაცნაირად აი ეს ცოდნა იყო, რომელსაც მე ვაგროვებდი, იმიტომ რომ იქამდე გაყიდვებში ვმუშაობდი, რაღაცაში ხება მქონდა სულ ამასთან და ჩამithრია. ოღონდ მაშინ ვერ ვიაზრებდი. უბრალოდ სწავლობდი ამ ყველაფერს პარალელურად და თან რაღაცა მე ხო სამედიცინოელი ვარ, სამედიცინოზე ვსწავლობ. კიდე ცალკე ძალიან დიდი კურიოზი იყო ჩემთვის რომ აღმოვაჩინე რომ მარიამი არის, რა ვიცი, განათლებით ექიმი, ხო? რაღაც სამედიცინო სფეროდან, ანუ თუნდაც არასრული. ორთოპედი მინდოდა პროცესები, იქაც ტექნიკურ ნაწილზე მინდოდა რომ მეთქი ან იმპლანტოლოგია ან რაღაც ყოველ შემთხვევაში იქაც იმიტომ ვიყავი რომ მინდოდა ადამიანებს დახმარება. ძალიან აი ხა ამ წამს გამიელვა თავში რომ შენ იდეაში ტიპი ხარ ადამიანის დამხმარე ტიპი ხარ, ანუ ბუნებით რა და ექიმით რეალურად ეგ არის რა, ანუ ტიპაჟი ხა ჩვენ ქალებთან როცა ვაკეთებთ ხოლმე მე თან გავეცნობი შენი მაყურებელი შეიძლება გვიყურებს, ვარ პერსონალური სტილისტი, ჩამოვხალიბო როგორ გავასწავლე. ხო. მადლობა. ანუ ვიწყებთ ხოლმე ადამიანის ხასიათის ამოცნობით მის სტილიზაციას, ეს არ არის მხოლოდ ხელზე მორგებული. ხასიათი მაქვს და შენ იცი ესეთი რაღაცები, იმდენი რაღაც გაქვს ნასწავლი.
ანუ ზუსტად აი როდესაც ხდება აი ტიპების გაშიფრვა, როგორ არის იცი, ცალკეულ ხასიათის ტიპს სულ 4-5 ახლა ძალიან ღრმა იმაში ფსიქოლოგიაში არ გვარდებით, ხო? ზოგადად ქცევის ტიპიდან გამომდინარე, სულ 4 ტიპის გამოყვეთა შეიძლება. ყველა მათგანს აქვს თავისი სახასიათო ჩაცმის სტილი. აი შენ ხარ ერთ-ერთი ტიპი, რომელიც არის საფორტერი ტიპი და მე ეს ვიგზენი შენი გაცნობის პირველი მესიჯიდან. იმით ზუსტად დღეს უყვებოდი ჩემს ასისტენტს ზუსტად რომ მარიამი მეთქი ასე და ასე გავიცანით რომ უყვებოდით აი ამ ლაივის დაგეგმარებას რომ ვაკეთებდით რომ უცნობ ადამიანს აი მახსოვს რომ რაღაცას კერავდი და მისი ვიდეო გედო და მოგწერე რომ როგორ მინდა რომ მეც ოდესმე ესეთი რამე გავაკეთო და უბრალოდ მომწერე რომ აი რატო არ აკეთებ რა გიშლის ხელს მოდი აბა იქნებ ესე დაგეხმარო იქნებ ეს იყო ჩემთვის მაშინ იცი რა თან შენ მე ძალიან აი დამწყები ვიყავი და ასე ვთქვა საერთოდ არ ყავდა აუდიტორია შენ დიდი აუდიტორია ყავდა და როგორ მეთქი ანუ ამდენი დრო აქვს ნუ თუ ამ ადამიანს რომ ჩემია ეს რაღაცა პრობლემა და წაწუწუნება აი უბრალოდ რომ კომენტარის დონეზე წაიწუწუნებ აი რაღაცნაირად გამომყევი ბოლომდე და აი აქედან მოდის ჩვენი რა მეგობრობა შეიძლება ასე ითქვას და ძალიან გაფასებ აი ამ თვისებით და ეგ შენთვის და მე მაგალითად როგორც მე ვხედავ აი ხო თითქოს გაგიკვირდა ეგ და ბევრი ადამიანი არის ვისაც ვიცნობ ვისაც არ ვიცნობ რომ უკვირს მაგალითად რომ მაგრამ მე მგონი მთელი ჩემი დრო მიდის ამაში სულ იმიტომ რომ სხვანაირად ვხვდები ანუ შეიძლება არ ვიცი ბუნება არის ჩემი თუ რა არის ანუ ვერაფრით ვერ ხვდები რამდენი ადამიანიც არის მაგალითად ყოველთვის ესე ვიყავი ოღონდ სანამ სოციალურ ქსელში გამოჩნდებოდი და მე ნოემზე წლები ვიმალებოდი უბრალოდ წერდი მაგრამ ხო ჩემი ენერგია რაღაც რაც არსებობდა ყოველთვის იქ ალბათ ერთი 10,000 ქალთან მაინც მაგ ღამე გადათენებული ლაპარაკში რომ მე როგორი ლაპარაკი იცის რომ ვერ მოწყდები მთლიანად მგონია ხოლმე რომ საჭირო ვარ იმ ადამიანისთვის და იმ ადამიანის ნაწილი მგონია ხოლმე ჩემი თავი თითქოს და ზუსტად ვიცი ხოლმე რას გრძნობს ის ადამიანი და შეიძლება არ ვიცი საიდან გამომდინარეობს მე თვითონ მჭირდებოდა შეიძლება ეგ ცხოვრებაში ან არ ვიცი აი ყოველთვის თუ კი სადმე რაიმე ინფორმაცია მიმიღია და ეს სამედიცინოც ალბათ თავის რაღაცას შვება, მე ფსიქოლოგიით დავინტერესდი ძალიან ჰოლისტიკური ფსიქოლოგია იყო რაღაცა ჯგუფებში ვიყავი და ისე მომწონდა ეს ურთიერთობა და კიდევ რაღაცნაირად განსაკუთრებით ქალების ურთიერთობა ერთმანეთის მიმართ, რომ მე თვითონ ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ ყოფილ ვარ, რომ ძალიან მიგიღებს ვიღაც ადამიანი და გზას გაგიხსნის დაგეხმარება და ეს ისე კარგად დამამახსოვრდა რომ შევეჩვიე თითქოს ამას. ყოველთვის ესე ცხოვრების იყო ახლა ბუნებრივია, ჩემთანაც ძალიან ახლოს არის ხა შენ ყველაფერს ასაც იძახი თუ არ ვიცი, ამის ტიპ კითხულობდი ვიღაც ფსიქოლოგის დასკვნას რომ რაღაცა ტრამვებთან არის დაკავშირებული, არ ზუსტად ასე არ დავფიქრებულ ვარ, მაგრამ მართალი ხარ შენ ალბათ ჩვენთვისაც არის ეს რაღაც დონეზე საჭირო ხო თითქოს ანუ სხვადასხვა არ შემიძლია თუ ადამიანს რაღაც არ ხსენით ეს ხო აი რაღაცნაირად იძახიან იმას რომ რა არის სიკეთე თვითონ რა არის ბოროტება თვითონ ხო კეთილს ვეძახით იმას ვინც დაგვეხმარება ძალიან ბევრი რაღაც არის ამ ნაწილში და ფსიქოლოგებიც ჩაშლიან ხოლმე და ხშირად კიდევ უამრავი ადამიანი ამბობს რომ აი ადამიანი კეთილი არ არის თავისი ბუნებით არჩევანი არის ეს მაგრამ რატო აკეთებს არჩევანს სიკეთეზე მაგალითად რომ ვიღაცას დაეხმაროს ამას ეს რაღაც ალტრუიზმი არის რომ გასცე და შენ არაფერს ელოდო იმ ადამიანისგან თუ მეორე ნაწილი არის ამაში ის რომ იმ ადამიანისგან კი არ იღებ შენ თვითონ იკვებები შენი თავის მიმართ გააჩინე ვალდებულება რომ შენ გგონია რომ ვალდებული ხარ რომ ვიღაცას დაეხმარო ანუ ეს სიღრმისეულად ჩაშლიან ფსიქოლოგები ამას და გეუბნებიან რომ ეს არის აუცილებლად სხვისგან კი არ ელოდები სარგებელს შენ რომ ვიღაცას შენ ამიტომ ხავს ეხმარები ანუ იმ შენს თავს რომელსაც ოდესღაც ჭირდებოდა დახმარება და ასე იღებს სინდისი ასე თუ ჩავხმავდებით ეს არის ალბათ სინდისი მე ამას ასევე ვძახი რომ თუ ვიცი შემიძლია დახმარება და შეიძლება დახმარები მგონია რომ სინდისი შემაწუხებს ალბათ ნუ შეიძლება ამას ჩემი თავი დავარქვათ ხო რომ ჩემი თავი შემაწუხებს რომ მე არ გავაკეთე ის რაც მე ჩემი თავისგან მქონდა წარმოდგენილი უნდა გამეკეთებინა ალბათ ხო მართლა ძალიან ღრმა არის
მე ამ ბოლო დროს მომეწონა, რომ ფსიქოლოგიის მიხედვით და მისი დახმარებით ვცდილობ, რომ აღარ ავხსნა ხოლმე ადამიანური საქციელები და უფრო რაღაცნაირად ხელოვნებისკენ გადავარდი და დავიწყე იმაზე ლაპარაკი, რომ რა არის ადამიანობა და ყველაფერი ეს რომ დაუშვათ, რომ ყველა ცუდები ვართ, მეც ცუდი ვარ, შენც ცუდი ხარ, ანუ სულ გვაქვს ეს შიგნით, ხო? არის ეგეთ შეკითხვა, რომ ადამიანი ის არის, როგორც მოქმედებს, თუ ადამიანი არის ის, რასაც ფიქრობს. იმიტომ რომ შეიძლება კარგს ვაკეთებდე, მაგრამ ჩემი ფიქრები სრულიად სხვა იყოს და ძალიან ისეთი არის. რომელია ნამდვილად ეს ადამიანი, რასაც ფიქრობს თუ და ამას არ აქვს პასუხი. ვისაც როგორ უნდა ისე დაინახავს თავისებურად და მე ვფიქრობ იმაზეც, რომ ადამიანი რასაც ფიქრობს ეს როგორ ფიქრობ? ქმედებებთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ მაგრამ უფრო რომელი არის ალბათ სწორი პასუხი? რომელი აი მან ვერაფრით ვერ ვუპასუხე ალბათ რასაც ფიქრობს ადამიანი რასაც ფიქრობს ალბათ მესაც ვფიქრობ შეიძლება კარგს ფიქრობდე და ცუდს აკეთებდე ამით მე მაგრამ შინაგანი საწყისი მაინც კარგია ასეთ დროს შეიძლება ცუდს ფიქრობდე და კარგს აკეთებდე და რომელი უფრო ცუდია ხო ანუ რა შევწონოთ ხო ძალიან საინტერესო არის მე მგონია რომ შეიძლება ხა ძალიან მართლა ხა ჩვენ არა ვართ ამ თემის სპეციალისტები მაგრამ ხო ისიც ფაქტი არის რომ ადამიანი ისე იქცევა, როგორ გარემოშიც ხვდება და როგორადაც აღიქვავენ გარშემომყოფები, ისე იქცევა ადამიანი, ხო? ეხლა ძალიან ისეთი მე ხა ჩემ ჭრილში გავჭრი კიდევ ამას და ცოტა ჩამოვაპრიმიტიულებ ყველაფერს, მაგრამ ძალიან ბევრ ქალს უთქვამს და კვლევებიც არის ამასთან დაკავშირებით, რომ პირველი სამუშაო გარემოში როცა ხვდებით ახალ სამუშაო გარემოში, ჩვენ როგორადაც აგვიქვავენ, ჩვენი ვიზუალიდან გამომდინარე და როგორც გვექცევიან, ჩვენ იმდენად ვაახერხებთ მე გამოვავლინოთ ჩვენი პროფესიული უნარები თუნდაც. ეს ერთი და მეორეც, ანუ იმის დამიხედვით ჩვენ როგორ არ ვიცი როგორ თქვა, როგორ ავხსნა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამას როგორ აგვიქვავენ მე როგორ ვიქცევი მე, ხო? აქედან გამომდინარე, ხო, ცოტა რთული არის. აი ზუსტად ეგრე სცენარეებზეც, რომ გარედან როგორც არ უნდა მოუვარო, თუ ნიადაგი არ ვარ გაიმისი, ვერ გაიხარებს. და კაი შედარება. ეგრე არის, მაგრამ თუ შენ ალბათ გაქვს რაღაც შინაგანი რწმენა, ასეთ დროს მთლიანი გარემოც რომ თვლიდეს, რომ შენ არ ვარ გიხარ და აი ქალების მიმართ არის ხშირად ეს დამოკიდებულება, ეს შენც გიგრძნია ძალიან ბევრ მეც ბევრი სამსახური მაქვს გამოვლილი, რომ გამზადებული ხარ და როგორც კი დადგები, რადგან ხალი ხარ. უბრალოდ რადგან ხალი ხარ, არც გარეგნობის არაფერს არ გაქვს. თუ ლამაზი ხარ, მაგ შემთხვევაში შეიძლება რომ იქ უკვე ცოტა სხვა ფიგურები ხსნება. ხო, შტერი არის ეს, ხო? სხვადასხვა რაღაცა ისინი არის, მაგრამ მაგ დროს არის უკვე რაღაცა ერთიანი რწმენა, რომელიც შენ უნდა გაარღვიო ეს დამოკიდებულება შენ მიმართ და მუდმივად მტკიცების რეჟიმში იყო, თუმცა ასეთ დროსაც ადამიანი სუსტდება მაინც და თავის პოტენციალს ვერ გამოავლენს. ასეთ დროს მე პატარა გამოსავლად მესახება ხოლმე იცი რა რომ შენ თავს დაუმტკიცო რომ შენ სუსტი არ ხარ, შენ ღირსი ხარ ყველაფრის. და მე უკვე სხვებთან მტკიცება ბოდიში და აი კიდია რა ანუ შენ როცა შენ თავთან გაქვს დამტკიცებული აი დილით რო დადგები კარადასთან მე ისევ ჩემ კარადის იგივე ვტრიალებ და რო შეხედავ და შენი ვიზუალითაც რო ხარ თავდაჯერებული იმითი რაც ხარ შენ მე არ გიწევს მტკიცება სხვისთვის იმდენად ანუ აი ეხა ეს ძალიან ისეთი აუტრირებულია ახლა კარადასთან დგომა მაგრამ აი როდესაც შენ თავთან რაღაც რწმენა როცა გაქვს და შენ ხარ იმაში თავდაჯერებული სხვისთვის შენთვის აღარ აქვს გავლენა იმ ადამიანის აღარ გჭირდება რომ ამტკიცო ყოველ ჯერზე ყველაფერი ხო ხომ ესეა ნამდვილად აი ამ ჩვენი ხასიათის ჩვენი მეს აღმოჩენაში და ჩვენი თავის საკუთარი თავისთვის დამტკიცებაში რომ მე ღირსი ვარ, მე კარგი ვარ, მე ის ვარ რაც უნდა ვიყო და მე ასეთად უნდა დამინახონ. ბუნებრივია გვეხმარება და ერთ-ერთი მექანიზმი და ხელსაწყოა ჩვენი ტანსაცმელი და აქსესუარები. მან მივედით ახლა შენს აქსესუარებამდე, ხო? ზუსტად აი ამის პატარა ექო და გამოძახილია, ალბათ ის რომ შენ გინდა რომ ჩვენ ვატრანსლიროთ რაღაცა შინაგანი მესეჯი აი ამ საყურეების და ამ ძუძუებზე ყურებზე დაკიდებული ძუძუების გზით, ხო, ესე ვთქვა და მოდი გადავიდეთ. ახლა ახალ პროექტზე რაც გვეტყვითო, ძალიან დროული კითხვა შემოვიდა და ზუსტად მივდივართ მაკეთკენ.
აი, სწორედ ახლა რაც გავაკეთე, მოკლედ, აი კოლექციაზეც, რა თქმა უნდა, ჯერ ვიმუშავე კოლექციაზე, მაგრამ თავიდანვე მქონდა წარმოდგენა, რა უნდა გაეკეთებინა ამ ყველაფერს, რა სარგებელი უნდა მოეტანა და რადგან მინდოდა თავიდანვე ვიცოდი, რომ რაღაც დამხმარე მჭირდებოდა ქალებისთვის, იმიტომ რომ ჩემი თავისთვის მჭირდებოდა პირველ რიგში დახმარება. აი თავიდანვე 9 წლის წინ მქონდა მიზანი, რომ როგორც ბრენდი, ხო, ბრენდის მასშტაბებიც არის ყოველთვის სხვადასხვა. შეიძლება ამან გავლენა მოიტანოს 20 ადამიანზე, შეიძლება ამან 2000 ადამიანზე და რაც უფრო დიდი ბრენდი არის, თუ კი არის მართლა ბრენდი და არა უბრალოდ ბიზნესი, რომელიც ვაჭრობს ბევრს, გავლენა აქვს ადამიანებზე და თავიდანვე მქონდა ესეთი მიზანი, რომ რაღაცა სასარგებლო გამეკეთებინა ქალებისთვის. მაგრამ ამისი საშუალება არასოდეს არ მქონია, რომ ნამდვილად საკუთარი კამპანია შემექმნა, რომელსაც სჭირდება უდიდესი დრო, ამ დროის დაფინანსება, გადაღება, ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი ფინანსები. და რაღაცნაირად ეს არ შემეძლო ამ ეტაპზე, რომ გამეკეთებინა ფინანსურად, მაგრამ 9 წლის წინ რაც მქონდა ეს სტრატეგია და თავიდან ალბათ უფრო სტრატეგიულად ვამზადებდი სამკაულს რაღაც პერიოდი, რომ იკვლევ ბაზარს, რა საჭიროებები არის, რა მოთხოვნები არის და ოდნავ ვცდილობ, რომ დაიმორჩილო რაიმე სახის ტრენდებს, რომ ეს გაიყიდოს, იყოს სტაბილურობა და შემოსავალი. დააპაუზებთ წუთი ადამიანებო, ჩემი თანამდებობით ჩანაწერს ვინც უყურებთ და პირდაპირ ეთერში მითხრა, ჩაინიშნეთ. ეს არის ბრენდის განვითარების სტრატეგია. ხა მარიამი გვიშლის ამას არ ვიცი, აი გამზადებ, აი ეს არის ყველაზე სწორი, ხო, ესეთი არის ბრენდის განვითარების ჩონჩხი. შემდეგ საკუთარი თავი დაიფინანსო. არ ვიცი, ჩემ ოცნებებში არ ყოფილა ის, რომ ვინმე ოდესმე დამასაქმებს დიზაინერად მე. საქართველოში იქნება მართლა ბრენდი, რომელიც ბიზნესად გაყიდვებზე კი არ ფიქრობს, ანუ ფიქრობს, რომ მოიტანოს ცვლილება. აი მაგალითად, როგორც Nike-მა გააკეთა სერენა ვილიამსის ვიდეო არის, მაშინ კამპანია ჰქონდათ ეგეთი გამარჯვებასთან დაკავშირებით და სერენა ვილიამსი ხო ეს არის ჩემპიონი არის, პირველი ჩოგანი იყო იმ პერიოდში მსოფლიოში და თან იმშობიარა და ამ მშობიარობიდან დაუბრუნდა თავის კარიერას და ამ Nike-ის ამ ვიდეოში იყო ნაჩვენები კადრები, როგორ იმარჯვებს ეს სერენა, ურტყავს ამას, ჩოგანს, ღრიალებს, მთელი ეს ვარჯიშის პროცესი და სადღაც აი ამ ჭრებში რაღაც მომენტში იყო სამშობიაროში, რომ და იჭინთება და მშობიარობს და ეს გამარჯვება, რაღაც აი ამ ჯილდოს მოპოვება, ცრემლების, სიხარულის და პირველი გახდა მსოფლიოში და ეს ბავშვის დაბადება, ეს კადრები იყო ერთად და მე რო ეს ვნახე, მაშინ ზემოქმედება იქნებოდა, ხო, აი ვერ მაშინ მე ამ ბრენდმა თავში ჩამინერგა, რომ მეც ვარ ძლიერი. ეს იყო ალბათ ძალიან დიდი ზეგავლენა მოიტანა ჩემზე, ქვეცნობიერში დამილექა ეს ყველაფერი. იმიტომ რომ მანახა, რომ ეს ქალი არის მებრძოლი ჩემპიონი და მას შეუძლია სიცოცხლის დაბადება, მშობიარობა და ამის მერე კიდე წამოდგა ეს ქალი და კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. და აი მაგის უკან ეს არის ნამდვილად კამპანია, რომელიც Nike თვითონ ხომ არის. რა ქონდა? მესიჯი თან როგორ გააკეთეს ის კი არა რომ ილაპარაკონ, ლაპარაკი ბევრი შეიძლება გამოხვიდე, არის ფემინისტები არიან ამ ყველაფრისთვის, პოლიტიკური ძვრები, უამრავი რამე ხდება მსოფლიოში. შეიძლება წავიკითხოთ მასალები, მაგრამ არაფერი დაასწავლის ადამიანს ისეთ ცვლილებას, როგორც ქვეცნობიერში ჩადებული, აი ეს კომერცია თვითონ რა და რა არის ამ კომერციის მიზანი, რომ შენ ლოიალურ მომხმარებლად გაქციოს წლების განმავლობაში, შენ მოკიდოს, შენი ნდობა იყიდოს თავის მიმართ და წლობით მის მომხმარებლად სწორედ ამ მექანიზმით გაქციოს, ვერ გავიგებთ, იმიტომ რომ შეიძლება ბრენდს ჰქონდეს სხვადასხვა მიზანი. თუმცა Nike-ისთვის, Nike არის რევოლუციონერი ბრენდი, რომელსაც თვითონ ქალღმერთის გამარჯვების სახელი არის Nike. და ესეც რა მათი ლოგოც არის, ეს არ აფრინდება ზემოთ ეს ქალღმერთი და არის საინტერესოა. ქალღმერთის
ის ყავთ ხო რაღაცა კი, ლოგოда და ამ ბრენდს. წლიანი არის ეს ლოგო მათ დაუმზადეს რაღაცა $30, რომ დაიწყეს ეს თავისი საქმიანობა და მსოფლიო ბრენდად იქცა ეს ყველაფერი და მოიტანა პოლიტიკური ძვრები. ამ თავისი ერთი და სხვა მრავალი კომერციული მასალით. იმიტომ რომ მათ ყველას ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია უბრალოდ დადგეს და ივაჭროს. ვაჭრობა არის სრულიად სხვა საქმიანობა და ცვლილება, რომელიც ბრენდს მოაქვს, რომ შენ დაგასწავლოს შენში აღძრას შეგრძნებები და შეგრძნებებით დაგასწავლოს, ხო? ეს უკვე არის მთლიანი ფსიქოლოგია და აი ასეთი რაღაცა საქართველოში მით უმეტეს მოდის სფეროში მე როცა დავიწყე ჯერ კიდე პოსტავდნენ ხოლმე ერთი და იგივე რაღაცებს ყველაფერს coming soon წერდნენ ან new collection ანუ არც ერთ ბრენდში არ იგრძნობოდა კავშირი მასთან, ანუ რას აკეთებს ეხლა რამდენად ხედავს ასიკეთო ცვლილებებს? ეხლა არის უკვე კი, ანუ ეხლა ბოლო 3-4 წელი არის გამოჩნდა ბაზარზე ბრენდები, რომლებიც ატარებენ რაღაცა იდეოლოგიებს. ძალიან ბევრი არის თავისი რაღაცნაირად საზოგადოებრივი შემეცნების ამაღლებაზე მუშაობენ, ძალიან ბევრი, მაგრამ ვინც უფრო გულით მუშაობს, ვისაც უფრო აქვს მიზანი, რომ ადამიანებისთვის სარგებელი მოიტანოს, ისინი არიან ეგრეთ წოდებულ ბაბლში. ანუ ინსტაგრამზე ან არ ყავთ უფრო მეტი გამომწერი, ეს ყველაფერი, რასაც ძალიან ბევრი ნიჭიერი, underground და რო არ ჩანს, ისეთი დიზაინერი ყავს ახლა საქართველოში, მაგრამ ამ ყველაფერს ფინანსებიც სჭირდება, კიდევ რაღაცა სახის უსაფრთხოებაც სჭირდება, როცა რაღაცა ისეთ თემებს ეხები და ეს ხალხი არ ჩანს, მაგრამ ძალიან ბევრი არის და ამასაც ფინანსები ჭირდება და მაგრამ თუ კი ფინანსები არ არის და შენში არის ძალიან დიდი სურვილი შესაძლებელი არის რომ ეს გაკეთდეს თუ კი გარისკავ მე დამჭირდა 9 წელი ამისთვის რაღაც სტრატეგიის აწყობა რომ ჯერ ფული მეშოვა ჩემი თვითონ შემექმნა ეს რაღაცა ბრენდი მე ამ ბრენდს დავესაქმებინე მე რომ მქონოდა საშუალება და თავისუფლება რომ მართლა დიზაინერი ყოფილიყავი იმიტომ რომ ვინ დაგაფინანსებს შენს იდეებს როგორც ბიზნესისთვის საშინლად იმუშავა ახლა ჩემმა ახალმა კოლექციამ იმიტომ რომ გაყიდვა რასაც ქვია სრულიად სხვა პროცესი არის და იქ უნდა უყურო კვარტალურად წლიურად შემოსავლას და გეგმა უნდა ეს დღიურად რამდენს ვაჭრობ კვირეულად რამდენს ვაჭრობ და ის რომ 3 თვე და აიღო ფული რაც გაქვს და მოწყდე შენ პროცესს და წახვიდე და დაიწყო ხატვა და აი ამის რაღაცის შექმნა, რასაც ქვია თვითონ ხელოვნება და ეს ფუფუნება მისცე, მე ამ ეტაპზე არ მქონდა, მაგრამ არ ნანობ. არანაირად, იმიტომ რომ ვიცი რომ წარმატება მარტო ის არ არის, შენ რამდენ თანხას დაწერ. ძალიან კარგად ვიცი რომ ვახსენოთ ახლა შენი ახალი პროექტის და ახალი კამპანია, შეიძლება გვიყურებთ ეს მაყურებელი ვისთვის არ არის სრულებითაც ეს ნაცნობი და მე ვისაუბროთ რამდენად გადავა ეს ბრენდი მოვა ჩვენამდე და გადავა მართლა იმ კომერციულ ნაწილში, რაც უნდა მოხვებოდეს ამ პროექტს წესით და გაგრძელდეს. იცი, ანუ არის ესეთი გამოხმაურებები ახლა ძალიან ესეთი გამოხმაურება ცხოვრებაში არასდროს არ ყოფილა და ხალხისგანაც იმ ხელმხარდაჭერა არის ძალიან ბევრი ამბობს რომ სოფლიო მასშტაბზე გავუგლობალოთ ტვიტერზე დაგილაიქებთ ეს ძალიან აქვთ ქართველებს რომ გაგიტანონ მაგრამ მე არც ჩემი მიზანი არ ყოფილა ეს რომ არც პიარი გამიკეთები ამ ყველაფრის იმის მიუხედავად რომ შემეძლო იმიტომ რომ სხვაგან ვიყავი, სხვა სამყაროში ვიყავი და მე აქ ვიმუშავე უფრო ქართული აუდიტორიისთვის, თორე ამას გაგრძელება აქვს მეორე და მესამე ნაწილი მოყვება. პირველი არის ცხოვრების ლიცენზია. არის ხო. ამის გატანა პირდაპირ არ მინდოდა, იმიტომ რომ ჯერ ეგერთი საქართველოს შესახებ ინფორმაცია არ არის მაინც და მაინც კარგი. მოკლედ ვიტყვი, რომ ამ კამპანიაში არის 9 პოსტერი, 9 სლაიდი, რომელიც არის გრაფიკული ნამუშევარი. თინა დალაქიშვილი არის სახე ამ კამპანიის და თინა, რადგან არის ეს მსახიობის აუცარი, 9-ვე ამ პოსტერში განასახიერებს სხვადასხვა ქალს, სრულიად სხვადასხვა ენერგეტიკის. კონცეფცია ჭირს, მაგრამ მთლიანად შენი შემუშავებულია. ხო. ხელწერა, დეკორაცია, ფოტოებიც კი შენი გადაღებული იქნება. გრაფიკული სურათებით ყველაფერი ჩემით გავაკეთე ორმა ადამიანმა. მარიამი არის, არ ვიცი, 8 ფეხა უნდა იყოს წესით, 8 ხელა ადამიანი და იმიტომ რომ ეს ანუ სახურეს კი არ აკეთებს. მარტო ხა მე ცოტა ჩამოვალ, ცოტა ისეთ გასაგებენაზე ვიტყვი, ანუ
საყურის გაკეთება თვითონ ტექნიკურადაც ხო თვითონ აკეთებს, აი რო ჭრიან და აწებებენ და რაღაცა. ეს ხო ცალკე არის. ანუ ფოტოგრაფი არის მარიამი ძალიან ძლიერი. აი ფოტოგრაფია შეუულია კომერციული როგორ იცი? აი სხვანაირი, აი სხვა დონის. აი ერთ წუთი მართლა რაც მართლა არის, ხა მაგას ვამბობ, მე ობიექტურად ვამბობ რაც არის. გამოცდილი მაგ და ნანახი. ვიზაჟს აკეთებს ადამიანი როგორც არავინ, არ ვიცი, არავის არ გაუკეთებია ჩემთვის ესეთი ვიზაჟი, როგორც მარიამს აქვს გაკეთებული, რაღაც წარმოუდგენელი და ცნობილი არის თქვენთვის ყოველთვის ჩემი ეს ფოტო, გადაიქცა ჩემს საკულტო ფოტოდ, მართლა. გარდა ამისა, თან კონცეფცია და დეკორაცია და აი არ ვიცი, მარიამ, აი და ბრავო, კი არა, არ ვიცი, მართლა საერთაშორისო დონის არის შესრულება თვითონ, ეხა ის რომ მასშტაბები და შინაარსი და რაღაცა ტექნიკურად არის კამპანია თავიდან ბოლომდე შენი გაკეთებული და პლუს შეფუთული ისე რომ აი ისეთი არის რომ აი არ ვიცი მართლა ვინც არის ის რომ ეს ერთი ადამიანის გაკეთებულია თან მაგისთვის ეს არის ალბათ როგორი ჯგუფი რომ იმუშავებს სერიოზული პროფესიონალური ჯგუფი და ეს 10 ადამიანის საქმე, ოღონდ აქ მე ძალიან მომეხმარა თინა, საერთოდ არც მჯეროდა რომ გამომივიდოდა, იმიტომ რომ სრული სიგიჟე არის და როგორი ამბავია ეს რომ ამას ან გააკეთებს 10 ადამიანიანი ჯგუფი 3 დღეში ან 3 თვე დამჭირდა. მე ამისთვის ოღონდ ჯამში დამჭირდა წელიწადი და 1 თვე. სანამ დავხაზავდი, სანამ გავთვლიდი საათობრივად, სანამ ეს და 24 საათი, ალბათ 26 საათის განმავლობაში გაუჩერებელ რეჟიმში ვიღებდით ამას, აი გულწასულები და მე ხუთივე ეს ერთად გადაიღეთ? 9 კი, ერთ დღეს გაკეთდა ეს. ჩამოგვითვალეთ თუ შეიძლება და მოდი გავაკეთოთ მოკლე პრეზენტაცია, ხო? პირველი არის მოკლედ ამ სლაიდი. ნამუშევრებსაც შეიძლება ვიხილოთ ბოდიში, ნოემი არის დატაგული, ნოემი არის ბრენდი და შეგვიძლია გადავიდეთ. და Instagram გვერდზედებს მხოლოდ ეს ნამუშევრები ხა ამ ეტაპისთვის და ეხა შინაარსობრივად მოვუსმინოთ ძალიან გთხოვთ. პირველი მოკლედ ან იდეაში ეს არის ჩემი პირველი ნამდვილი კოლექცია, რომელიც კამპანიის თემას ატარებს და პროდუქტთან არის ნიბული ამ კამპანიის თემა. ანუ ჯერ არის კამპანია და შემდეგ მოვემსახურე როგორც ხელნაკეთობის სპეციალისტი ამ კამპანიას, რომ ამ კამპანიაში რა პროდუქტებიც იქნებოდა გამოყენებული, შეესაბამებოდეს კამპანიას და არა ის რომ პროდუქტები შევქმენი და შემდეგ აეწყო რაღაცა რეკლამა, რომ გაყიდულიყო ეს პროდუქტები და ხალხს ძალიან უყვირდა, რომ სად არის პროდუქტი, რატომ არ გაქვს აქცენტი, მაგრამ ჩემი ოცნება ხო იყო ამ ბრენდის რაღაცა ცვლილება რომ მოეტანა და ამიტომ აღარ მიფიქრია პროდუქტებზე, ანუ უფრო დეტალებში შეიძლება ეს ხალხმა ნახოს, მაგრამ მე ცალკე დევს უკვე ამის ფოტოებით 9 სლაიდი გამოვიდა, 9-ვე არის ემსახურება გენდერული უთანასწორობით გამოწვეულ პრობლემებს, რომლებსაც ქალები დღესდღეობითაც აწყდებიან. და პირველი, რა თქმა უნდა, დაიწყო დაბადებით. და თვითონ ეს ყოველ სურათში არის, აი თავიდან მქონდა ესეთი ბიჟური იდეა, რომ ნუ ვაგინა უნდა ყოფილიყო, დაბადების ინსცენირება უნდა ყოფილიყო, რო ჩნდება, გამოდის საშოდან გოგო, იბადება, გოგოს დაბადება. იმიტომ რომ ყველაფერი ხო იწყება ქალის ცხოვრება დაბადებიდან და ჩვენ გვაქვს ეგეთი სტატისტიკა, რომ 1990 წლიდან 2004 წლამდე გვაქვს მხოლოდ სტატისტიკა გაეროს მონაცემებით და რაღაცა საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევის მონაცემები, რომ 1990 წლიდან 2004 წლამდე საქართველოში სელექციური აბორტის გამო 32,000 გოგო არ დაიბადა და აქედან უმეტესობა იყო მესამე შვილი, მესამე გოგო. ამ თავიდანვე, ანუ წარმოიდგინე რომ გოგოს დაბადება ჩვენ რო დავიბადეთ მაგ პერიოდში 2014 წლამდე იყო და 2004-დან 2014 წლამდე ჩვენ სტატისტიკა აღარ გვაქვს. გვაქვს აი რაღაცა CIG ინდექსით რაღაცა კვლევის მონაცემი სომხეთსა და საქართველოში ერთად, სადაც არის 170,000 არ დაბადებული გოგო. ანუ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სტატისტიკა თუ ხრება 2004 წელს და თუ კი 2014 წელს შემოვიდა კანონი, რომელიც გოგო ნაყოფის კვლელობას კი არ კლავს. ირიბად იწვევს იმას, რომ გოგო ვეღარ მოკლან. ანუ
3 თვემდე, 3 თვის შემდეგ აიკრძალა აბორტის გაკეთება და 3 თვემდე აიკრძალა ულტრასონოგრაფიით, ანუ ეკოსკოპიაზე სქესის დასახელება. იმიტომ რომ წავაწყდეთ იმ პრობლემას, რომ უი გოგო არის, მოიშორე, მოიცილე, გოგო რა თქინდა. და ასეთი საქართველო არის იმ 12 ქვეყანაში, სადაც სელექციური აბორტი იყო დაშვებული 2014 წლამდე. და 2014 წლამდე 2004 წლიდან რაც გაქრა სტატისტიკა 1990-დან 2004-მდე თუ 32000 არის, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 50000-მდე არ დაბადებული გოგო არის. თუმცა სტატისტიკა არ გვაქვს და პრობლემა იმაშიც არის, რომ სტატისტიკა არ გვაქვს ჩვენ. რატომ არ გვაქვს ეს სტატისტიკა? ესე იგი, ეს იმდენად არ იყო პრობლემა და დღევანდელობამდე სანამ მე ამაზე დავიწყებდი ჭიჭყინს და ამისთვის გავაკეთებდი კამპანიას, ოღონდ მე ფემინისტი ვარ, მაგრამ მე არ ვარ ფემინისტი ჯერ. მე ვარ ჯერ დიზაინერი, ხელოვანი ადამიანი, რომელსაც ადარდებს აღელვებს ქალების ბედი და ამიტომ ვარ მე ფემინისტი და ჩემს ხელოვნებაში მოვკიდე ხელი იმას, რასაც არ უნდა მეგონა რომ დისერტაციას ვიცავდი, იმიტომ რომ იმ ხელად ცოდნა ვტიროდი კიდევაც მე ყველას, ანუ ეს ხელოვანი ადამიანის ფსიქიკა ჩემი აზრით ცოტა სხვანაირი არის კიდევ, თორე ვიღაცა ამაზე იყო რაღაც გამოსვლები საქართველოში, მაგრამ ეს თემა აღარ არის აქტუალური, გადაფარული არის საერთოდ რა ფემინიზმიც არის თითქოს სირცხვილი, თითქოს გააფუჭეს სახელი ფემინიზმის და ვინ ბაია პატარაია ვიცით და ბაია იმისთვის იბრძვის, რომ ცოცხალ ქალებს არ კლავდნენ დღემდე, ხო? ამისთვის არის და რაღაცა თემები კიდევ აღარ ჟღერდება საქართველოში და მე ბედნიერი ვარ, ვთვლი, რომ ეგ არის ყველაფერი თუ კი რაც რამე აქამდე გამიკეთებია, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც, რაც მე ქალებისთვის შევძელი. და პირველ სლაიდში არის აი ეს დაბადება და არის ეგეთი პოსტერი, რომ ეს არის ვაგინა, რომელიც გრაფიკულად დავხატე, მანამდე ყვავილებით და რაღაცა ქსოვილით შევკერე და თინა დამეხმარა ჩვენი ხელით გავაკეთეთ ეს და მე უკვე თითო სურათს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვამუშავდი, რომ ეს ყოფილიყო ესთეტიკურად. ეს უნდა მეთქვა, იმდენად მძიმე მესიჯის მატარებელია და თითქოს უნდა იყოს მძიმე, მაგრამ ძალიან მსუბუქია, ძალიან ესთეტიურია, ძალიან იცი როგორია, აი ძალიან ქალურია, აი თითქოს ძალიან ნაზი და სასიამოვნოა, მაგრამ თან ამავდროულად ამაზრზენი შტკერა, როგორც შემზარავი მესიჯის მატარებელია. აი ქალი არის ეგ, ზუსტად. კი და როცა ვიღებდით კიდე ანუ ძალიან ვსევდიანობდით და მთლიანად ვიაზრებდით რომ რას ვაკეთებთ და ისე კარგად მიიღო ხალხმა ეს ყველაფერი რომ მე კვირები არ მჯეროდა ამ გამოხმაურების იმიტომ რომ რამხელა რისკი არის რომ ვიძახი რომ ვაგინა უნდა იყოს და ვაგინიდან ჩნდები შენ და აბა მეთქი რას გრძნობ ნეტა რომ ისიც ხო პროფესიონალი მსახიობი არის ანუ რა ვიცი მართლა მსოფლიო გლობალური ვარსკვლავი არის ხო ანუ ესეთი მოდელი არ არის და მთელი თავის მხარდაჭერით აი ამ რაღაც შეგრძნებით საინტერესო პროცესი იყო თვითონ ეს გადაღება და როგორი ხარ მეთქი რომ იბადები ან გოგო რო ჩნდება და უნდა ყოფილიყო ეს კოლექცია მთლიანად კამპანია გამაბედნიერებელი ოღონდ სიმართლის შემცველი რომ პირველი რაღაცა რაც გავაკეთე და ამის მერე სულ კამპანიები მექნება აუცილებლად პირველი რაც გავაკეთე უნდა ყოფილიყო ის რაც რითიც იწყება ყველაფერი რაც არის სინამდვილე რისი მოსმენაც ხალხს არ უნდა მე რომ დამეწერა ეს წერია ეს მონაცემები ყველას შეუძლია მოიძიოს მაგრამ არავინ არ ნახავდა ამიტომ საჭირო იყო აქ ვაგინაც რომლისაც ერიდებათ ადამიანებს ძუძუებით ყურზე ჩამოსაკიდათ და საჭირო იყო თვითონ ეს რაღაცა გარდასახვაც და მან ტანსაცმელიც ისეთი აცვია თინას ახალშობილის და პირველი პროდუქტი არის მან ნოემის ანუ მე პროდუქტი კი არ მოვიფიქრე ჯერ ამ კამპანიისთვის მოვიფიქრე სამაჯური ვარდისფერი ბანტი არის და ზედკიდია ეს რა ქვია ეტიკეტი თავისი აი აქ მინდავს ეს ეტიკეტი ნეტვის შეიძლება ხო რომელზეც აწერენ ხალი რომელსაც რო ვიბადებით ეს არის გოგოს კი არა ადამიანის პირველი სამაჯური პირველი სამკაული რომელსაც გვიკეთებენ და აწერია გოგო ან ბიჭი და ეს გავუკეთე ეს სამაჯური და ამ სამაჯურს მე პროდუქტებს ხომ სახელები აქვს და ამ სამაჯურს დავარქვი აბორტალი აბორტეთ ინგლისურად ნააბორტალი რომ ამ პროდუქტს აქვს შემზარავი სახელი
იმიტომ რომ ეს მე მიუძღვენი იმ არ დაბადებულ 32,000, მაგრამ სავარაუდოდ 50,000-მდე გოგოს, რომელიც დღეს შეიძლებოდა რომ აქ ლაივისთვის ეხურებინა ერთ-ერთს, იქ ჩემი გამომწერი ყოფილიყო, შენი შეიძლებოდა თვითონ რაღაცა შეექმნა, შეიძლებოდა საერთოდ თინა ყოფილიყო ეს, შეიძლებოდა მე ყოფილიყავი, შეიძლებოდა შენ ყოფილიყავი, რომ ჩვენი მშობლების ცნობიერება ყოფილიყო ამის მსხვერპლი, ამ გენდერული უთანასწორობის მსხვერპლი, შეიძლებოდა ეთქვათ, რომ მოიშორე, რომ მემკვიდრე გაჩნდეს, გვარის გამგრძელებელი გაჩნდეს. ასეთი მშობლები ყავდათ იმ 32,000 გოგოს. და მსოფლიოში კიდევ 3 სტატია იძებნება გაუჩინარებული გოგო ძალიან მძიმე არის. ომი ქალების წინააღმდეგ. არის ესეთი ფილოსოფოსი მწერალი, ეს რა ქვია, მერიენ ვორენი, რომელმაც პირველად 1965 წელს, მე მგონი ხა წლები თუ შემეშალა მაპატიოს ხალხმა, თავის წიგნში ის იყო ფემინისტი თან, ანუ ჯერ იყო ფილოსოფოსი, მწერალი, მაგრამ იყო ფემინისტი და მან დაარქვა აი ამ ინფანტი ხო, აი ჩვილებს რო კლავენ, ფემიციდი ეწოდა ამ მოვლენას. სოფლიოში 160 მილიონამდე არ დაბადებული გოგო, აქედან ჩინეთი, ინდოეთი, სომხეთი, საქართველო არის ამ ქვეყნებს შორის. ამ ქალმა ეს აღწერა და მაშინ ეს ტრაგედიად არ მოიაზრებოდა. მაშინ იყო ჩვეულებრივი ამბავი, რომ ბიჭი გვინდა და გოგო არ ვარგა. გოგოს შენახვა რთულია, გოგო არ სწავლობს, ბიჭი ოჯახის შემომტანი. ანუ იმდენი რაღაცა იყო, რის გამოც ჩვენ ვიყავით გაუფასურებულები, ანუ სიცოცხლის უფლებას არ გვაძლევდნენ და ეს გახდა ფემიციდის სახეობად მიიღეს მაშინ. და ამ მერიენ მორენმა ამ თავის მთლიან ნაშრომში, სადაც ამ ქალმა ეს სტატისტიკა მოიკვლია და აგროვა, ამას უწოდა პირველად ტერმინი გენდერციდი. ანუ მასიური მკვლელობა გოგოების, რომელიც ამბობდა, რომ ისტორიას უნდა შემორჩეს. იმიტომ რომ ჩვენ ისტორიაში გვაქვს როგორი მოვლენები ხო შავკანიანების მიმართ მთლიანი ეს უსამართლობა ხო კუკლუქს კლანი რო იყო და რო კლავდნენ მათ. გვაქვს ანტისემიტიზმი ებრაელების დევნა ხო ფაშიზმი, ანუ რამდენი ისტორიული შავი ხვრელი გვაქვს როგორც ადამიანებს და ამ ყოველ თემის ხალხს ჯეროდა რომ თემა რომ სოფლიოში 160 მილიონი გოგო მოკლეს და არსებობს ასეთი შობადობის ინდექსი, თანაფარდობის ინდექსი, რომ 100 დაბადებულ გოგოზე მაგალითად 100 ბიჭი უნდა მოდიოდეს. საქართველოში ეს ინდექსი ამ პერიოდში, როდესაც აბორტები იყო, ეს სელექციური დაშვებული, დაეცა თანაფარდობა. იბადებოდა 112 ბიჭზე 100 გოგო. ოღონდ გოგოები ცოტა უფრო მეტი უნდა იბადებოდნენ და აირია მთლიანად ეს ინდექსი, იმიტომ რომ ამდენით ნაკლები გოგო დღეს არის ცოცხალი. და ხო, მოკლედ ეს თემა არის და მსოფლიოში არის ასობით მილიონობით, ჩინეთშიც ხდება, ირანში, რამოდენიმე ქვეყანა არის, სადაც კიდევ ეს ყველაფერი ხდება. და საქართველოშიც 2014 წელს კი აიკრძალა ეს ყველაფერი, მაგრამ ხომც როგორ არის ნაცნობობით ისე, მაინც ამჟღავნებდნენ ხოლმე ვიღაცების სქესს და მაინც კეთდებოდა ეს აბორტები. ახლა და დღეს უკვე ამისთვის გვეხმარება ზოგადი შემეცნება, ამას რო დავუპირისპირდეთ. იმიტომ რომ ეს უნდა შეიცვალოს. ეს არის მთლიანად გენდერული უთანასწორობით გამოწვეული პრობლემა, რომელსაც მიყავხარ ფემიციდამდე. და ეს იყო პირველი სლაიდი, შემდეგ არის მეორე სლაიდი უკვე, რომელიც არის ესე იგი ნაადრევ ქორწინებაზე. აქ არის ესეთი სტატისტიკა, რომ 2020 წელს საქართველოში ციფრი არ შემეშალოს 524. ყოველ შემთხვევაში ციფრები თუ შემეშალა მაპატიეთ რა, იმას ვერ დავიმახსოვრე ამდენი. გაწრულებით პოსტებში წერია ძალიან სლად მარიანთან. ძალიან დეტალები დაგანზარეს. 520 გოგო გახდა სრულწლოვანებამდე მშობელი. 14 წლის 2020 წელს. და მე იქ კომენტარებში Facebook-ზე დიდი გამოხმაურება ახლა ხა Instagram-ი ეხლა გავააქტიური ამ კოლექციიდან გამომდინარე და Facebook-ზე იყო ერთი ამბავი წერდნენ, რომ ეს ალბათ საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნიკური წარმომადგენლობის ისინიო რა, აი აზერბაიჯანელები და რაღაც არანაირად, ანუ ეს არ ეძღვნება მხოლოდ ამათ, ესენიც ქართველები არიან, საქართველოს ნაწილი არიან, მაგრამ მე იმაზე კი არ მაქვს ლაპარაკი მხოლოდ, ანუ დღევანდელობაში თუ კი ისინი არიან ქორწინებაში, არა, ჩვეულებრივად ქართველებიც არიან. კი საკანონმდებლო ცვლილებები შემოვიდა 2019 წელს მხოლოდ, როდესაც როგორ შორს გგონია ეს ყველაფერი, ხო, ხა ჩვეულებრივ ადამიანებს ირგვლივ. ეს არ გვაქვს ეს ინფორმაცია და
რომ ამ ცნობიერების ამაღლება არ არის აქტუალური, ისედაც ვინაკეთებს, ესეც მგონია ჩვენ. ყველაფერი კარგად არის, ჩვენ განვითარდით, მე აგერ მწვანეთმა მაქვს, შენ აგერ პროგრესული ქალი ხარ, ხო, გადასარევად იქ რაღაც გონია რომ საფრანგეთიდან ხარ სადღაცა, ევროპელები ვართ, ყველაფერი კარგად არის და აი ამ ტყუილში გვეკომფორტულება ცხოვრება და ვის ცხოვრებაში დღემდე ცემენ ქალებს და აგერ ახლა საერთოდ არ მინდა რომ გამოვიყენო ეს თემა და კესარია ვახსენო, ხო, გუშინდელი ეს ამბავი არის და არ მინდა ეხლა რაღაც სხვანაირად იმას ვთქვა, მაგრამ აქ ხომ ეს არის რა მნიშვნელობა აქვს ის თავის ჰომოფობიური ნიშნით იყო იქ მოკლული თუ როგორც ქალი, ხო? დადასტურდა რომ როგორც ქალი იყო მოკლული. მან დაიხშერა ვიღაცა აპოლიტიზირებს ამას და სხვა რაღაცას არ ხონს, მაგრამ როგორც ქალი ისე მოკლეს და ეს ხომ არა პირველ დღეს ვინ წარმოიდგენდა ამას, ხო? ჩვეულებრივად როგორც ქალი ეჭვიანობის ნიადაგი იყო თუ რა იყო ამას ჩვენ არ ვიცით, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ამას. კაცმა მოკლა ქალი. არის დღეს რამდენი ხა მეც არ შემიძლია, აი უბრალოდ ესეთი თემა არის რომ მეც მინდოდა რომ არ გადავსულიყავთ ამ თემაზე, უბრალოდ ერთ რაღაცა მინდა რომ თქვა, იმიტომ რომ არ აი ვერ აი გულში რო გაქვს ხო ხვდები, ანუ ყოველ ჯერზე რამდენი ფემინიციდი გაგვიგია თუნდაც წელს, სადაც აი ხო ამ ბოლო პერიოდში ხო ყოველ ჯერზე ვფიქრობ და ჩვენ არ მინდა ეხლა ხელის გაშვერა და დანაშაულება ვინმესი და აი რაღაცა გაყოფა ქალებად, კაცებად, მაგრამ უბრალოდ გულწრფელად მგონია და თუ დაუკვირდებით ესეა, რომ ქალებს გვაკისრია უდიდესი როლი და დიდი ძალა გვაქვს ჩვენ იმისი, რომ ეს ყველაფერი შევცვალოთ. თუ ჩვენ არ ავიღეთ ეს ჩვენ თავზე, როგორ ავღზრდით ჩვენ შვილებს აქედან დაწყებული, ეს არასოდეს არ დამთავრდება. რა მნიშვნელობა აქვს, რა მთავრობა მოვა, როგორი კრივის გვეყოლება, რა ქვია, საპატრულო პოლიცია. ეგ ყველაფერი არის მეორე ხარისხოვანი. ანუ ეს არ წამოვიდა ჩვენგან. ფაქტი არის, რომ არ მონაწილეობენ, ხო? აი, მე ამას როგორ იმაშვები, იცი, რომ მეც ვარ მაგაზროვნებაში, რომ არაფერი არ ხდება, ყველაფერი ნეიტრალური არის, ყველა არის თანასწორი და ძალიან მინდა მაგაში ცხოვრება, მაგრამ ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ძალით მე ჩამოვხდი იქ, აი სტატისტიკები ხელში დავიჭირე და დავიწყე ყაყანი, იმიტომ რომ სხვებს დავეხმარო, ხო? დღეს ისიც სირცხვილია, რომ ვიღაცამ თქვას, რომ ფემინისტი ვარო, იმიტომ რომ განზრახეს სახელი არის ასოცირებული გიჟქალთან. ხვდები, ამასაც სპეციალურად აკეთებენ, იმიტომ რომ ეს არის ქალების ბრძოლა. მე ახლა შეიძლება ვიღაც ჟღერდე როგორც გიჟი, რადიკალისტი, ხო? არის ფემინიზმში რადიკალისტური დაჯგუფებაც, რადიკალისტური ფემინიზმი 14 სახეობა აქვს, ფემინიზმი თვითონ ხომ თანასწორობის მოძრაობა არის, ანუ ჩვენ ვითხოვთ, რომ ვიცოდეთ რა იქნებოდა ცხოვრება, რომ ჩვენც თანაბრად ვიყოთ, ხო, ასოცირებული რაღაცებთან მიღებული და რადიკალისტური ფემინიზმი რაც არის, მე ვიცი რომ ისინიც ემსახურებიან ფემინიზმს, ანუ მათ უნდათ მატრიარქატი სამყაროში რა, მაგრამ იცი რისთვის არის შექმნილი ეს დაჯგუფება და თვითონაც იციან რისთვის არსებობენ, რომ რადგან არსებობს კაცთა დაჯგუფება, რომლებიც ქალს კლავენ, სახლიდან არ გახვიდა. ეს აი ისინიც ხომ რადიკალისტები არიან, რადიკალისტი ბოროტები და ეს რადიკალისტი ფემინისტების პირველი, თქვათ, ჩვენი ჯარი არის, ხო? ისინი აუცილებელი არიან იმისთვის, რომ ნეიტრალიზაცია გაუკეთონ ამ კაცებს, იმიტომ რომ ჩვენ ამხან არსებობენ ბუნებაში არის. ასე ვერ მოვერენით მამაკაც, რომელიც ქალს ურტყავს. ჩვენ აქ გვინდა ძლიერი ხალი, რომელიც არის თუნდაც კაცთმოძულე და ფაქტი არის ახლა რომ გვაქვს მიზეზი იმისთვის, რომ კაცი გძულდეს, იმიტომ რომ მე სადარბაზოში შევდივარ, მე მეშინია იქ მდგომი ბიჭის და არა იმას ჩემი. 32,000 ბიჭი რომ არ დაბადებულიყო და 160 მილიონი გაუჩინარებული ბიჭი ყოფილიყო მსოფლიოში, ჩვენ ქალები ხო ამას გავაპროტესტებით. დღეს მე აი ერთეული კაცი არის, რომელმაც დაწერა და დააკომენტარა, რომ თქვენ გვერდში ვარო, მე ვამ ყველაფერშიო და 8 წლის განმავლობაში ლანძღვის მეტი და დაცინვის მეტი და კაცთმოძულე და ბიძია კაცი გინდა შენ, მე ეს არ მომისმენია. მაგრამ ნუ ეს არის უკვე საზოგადოებრივი პრობლემები და ამაზე ისედაც ყველასთვის ნათელია და აღარ ვილაპარაკოთ ხა გავაგრძელებ. მე მოკლედ ვიტყვი რა არის მთლიანად ამ კოლექციაში. პირველი იყო ყველაზე მძაფრი, მეორე არის ეს ქორწინება ნაადრევ ასაკში და ამას მე ვუძღვნიდი დიდი თაობის ქალებსაც, ჩვენ დედებს და ჩვენ ბებიებს, იმიტომ რომ მათ აღარ მოიგონებთ
აზრებენ ხოლმე და მე კიდე მგონია რომ ჩვენ პატარები იმათ ძალიან ვეხმარებით, ყურნავთ და იმათვისაც მნიშვნელოვანი არის რომ იცოდნენ რომ ამ ასაკშიც შესაძლებელი არის რომ ადგე თუნდაც გაშორდა იმ ქმარს რომელიც 50 წელი გიყავდა, ანუ ძალა იპოვო შენ თავში, იმიტომ რომ ეს არიან დამუნებული ქალები და მე ზუსტად ვიცი ერთი რაღაც რომ მე რომ ბებერი ვიქნები, ჩვენ რომ დავბერდებით, შვილიშვილებს დავუჯდებით და მოვუყვებით რომ იცი ბებო როდის დავიბადე, მაგ დროს ქალებს არ აჩენდნენ, კლავდნენ მაგ დროს და ჩვენ ვართ გამარჯვებულები ამ ბრძოლაში. აი ეს არის რაღაცა სტატია სოფლიოში, იგუგლება რამოდენიმე ძალიან საინტერესო ფილმიც, აბსოლუტური რეალობა არის, ეს უბრალოდ ამაზე არ ლაპარაკობენ, რატომღაც, არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩვენი შვილიშვილები გამოშტერდებიან ამას რომ გაიგებენ, ჩვენ გოგო შვილიშვილები გამოშტერდებიან რომ გაიგებენ, რომ გამოშტერდებიან მარიამ და ჩვენი შვილიშვილები ის იქნება აი რაღაც გამოქვაბული ზონის და მათი რეალობა აღარ იქნება. ისევე გამოშტერდებიან როგორც მე ჩემი და სხვისი ბებიები მეუბნებოდნენ ესეც ტექსტს რომ 16 წლის რო ვიყავი მომიტაცნა და წამიყვანა და მე პირდაღებული ვიყავი რომ რას ქვია ქალო მოგიტაცნა გიყვარდა რა იყო ან გაპარვა რა იყო ან მოტაცება ხელის დავლება წაყვანა ჩაგდება ვინღა გამომიშვებდა ზოგის სიხარული ტყვებოდა მაგრამ რა უხაროდოთ ჩემამდე ეს რას ქვია ვინმე რომ ხელი მომკიდოს 16 წლის ასაკში და წამიყვანოს Cartoon Network-ს უყურებდი Powerpuff Girls და გაუჩეჩქვავდი თავს ალბათ და ამ ქალებს საწყლებს უხაროდათ კიდევაც და რამდენი შემთხვევა არის ყველას შენს რამდენი გექნება მოსმენილი რომ პირველად რომ გამარტყა მიბრუნება მინდოდა სახში და ჩემებმა არ მიმიღეს ჩემებმა არ მიმიღეს ამას მე რომ ვუსმენდი მე ვიყავი გაგიჟებული მტკიოდა ამ ქალებს იცი რა არის მარიამ აი წეღან დავიგულისხმეთი ჩვენ სამწუხაროდ დღესაც არის ესეთი რაღაცები შენ გჯერა და არც დიდი ხნის წინაც იყო არც ეს არ თქვა ბებიებამდეც ბიბის შემდეგაც იყო და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ზუსტად ჩემი შვილიშვილების და შვილების დროს დღეს აი მინდოდა სტორის ჩაწერა და აი 1000 სტორი წავშალე და ბოლოს ვერაფერი ვერ თქვი და ეგ სტორი დავდე და მინდოდა მე თქვა რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩემ ხელა რო იქნება ჩემი ნიკი და უშუალოდ გოგო და ტასუნა ხო მაგისთვის ეს იყოს აი იცი როგორი ფაქტი რომ ღმერთო დედა მართლა და მაგათ რეალობაში აღარ ხდებოდა შენ დააკვირდი როგორი სწრაფები ვართ ქალები ანუ აი რამდენი რამე შევძლეთ საერთოდ მსოფლიოში დღეს რაც ხდება ჩვენ შორის ქალებს შორის ესეთი რაღაცა არასდროს არ ყოფილა იმიტომ რომ ყოველთვის ერთმანეთს გვიპირისპირებდნენ ხოლმე მამაკაცები აი ბოდიში და დათხრები და უნიტაზში უცნობ გოგოს და გაიცნობ და გულიერება და გვერდში დაუდგები თუ იქ რა ლაპარაკი წავა თუ სამსახურში ანუ ჩვენ ყველა კოლექტიურად ვგრძნობთ რომ ამდენი საუკუნის განმავლობაში ვიყავით დაჩაგრულები და დღეს ამ ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად კანონების შემოტანა გვიშველა ანუ ფემინისტებს რო ლანძღავენ ეს მერიენ ვორენი იყო რომ დაწერა პირველად ეს რაღაცა და გვიშველა ამ ქალმა ანუ ეს ბრძოლა იმასაც ლანძღავდნენ ყველას ლანძღავენ ყველა ქალს ლანძღავენ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ძვრები მოგვაქვს სამყაროში ჩვენ ვამბობთ რომ მე რო ბავშვს ვაჩენ და მთელი დღის განმავლობაში რო სახლში ვარ და სამსახურში რო ვერ გავსულარ შენ დაჯექი ამ ბავშვთან ერთად რომ შენს გააკეთეს რომ ცხოვრების დრო მომეცი იმიტომაც ქვია ცხოვრების ლიცენზია რომ ცხოვრების დრო მომეცი ანუ და იცი რა არის საერთოდ ჯამში ცოტა დიდი რატომღაც მახასიათებს რომ აი პრობლემებს ცოტა ზემოდან ვცდილობ ხოლმე რომ დავინახო აი რაღაცნაირად აი თითქოს აი უფრო შვებას გრძნობ ხოლმე ასე დროს ვიდრე დეტალებში აი ძალიან ტრუდმანებში ჩავიდე ხოლმე და მაინც სულ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და რაღაცნაირი ის მაქვს აი გულში რომ მგონია რომ უკეთესი დროში ვცხოვრობთ ვიდრე მანამდე ცხოვრობდნენ ხო ჩვენი ბებიები თუნდაც ამ ჭრილში და მგონია რომ უკეთესობისკენ მივდივართ არ ვიცი რა სისწრაფით წავალთ და გზაში რამეს თუ დავეჯახებით ღმერთმა არქას მაგრამ მე მაგისი განწყობა მაქვს ეგეთი და ეგეთი რწმენა მაქვს ეგრე მჯერა მთელი მსოფლიო უკეთესი არის ანუ ყველაფერი უკეთესობისთვის ადამიანი ვითარდება და მართლა გამოვდივართ და უფრო ჰუმანურები, უფრო უკეთესები ვხდებით, რა ვიცი, ოდესღაც იყო დრო რომ ბიოეთიკა არ არსებობდა, ეთიკურობა არაფერი არ არსებობდა, ანუ ამ ყველაფერს ქმნიან ეს ადამიანები და შემოგვაქვს ეს რაღაცები, ოღონდ ამისთვის საჭირო არის ბრძოლა და მართლა რომ შევაგნო, მაგრამ ეხლა მე პირადად მიჩვენება რომ ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყანა უკან მიდის რა და ამას რაღაცნაირად ეს ვიტყოდი ასე, ან შეიძლება რაღაცა არის ისეთი რაც არ მოგწონს და სადღაც უკან
გაიცნობს, მაგრამ საზოგადოების განვითარების თვალსაზრისით, ცნობიერების განვითარების თვალსაზრისით მე მგონია, არ ვიცი, ასეთი აზრი მაქვს და გარშემო რასაც უყურები, რომ ცოტა უფრო წინ მივდივართ ვიდრე უკან. ეხლა ერთი საინტერესო კომენტარი შემოვიდა, მარიამ და აუცილებლად მინდა რომ თქვა, რომ ანუ კაცებიო, ის კაცებიც გზულს, რომელიც შენს გვერდით არიანო, ზუსტად ფემინიზმის დამახინჯებული შეხედულება და ეს შეფუთვა არის ეგეთი, რომ ნაძღვა მე კაცებისგან ხო შეჩვეული ვარ იმას, რომ კაცს მოძულეს მეძახიან, იმიტომ რომ როგორც კი ვამბობ, რომ ვარ ფემინისტი, ხო? ანუ ამ კაცის და იმის არასწორი შეფუთვა არის ზოგადად აი ამ სიტყვის დამახინჯებული. გიორგი ბარბაქანძეო. ამ ადამიანს მე არ ვიპასუხებ არავითარ შემთხვევაში და ძალიან გთხოვ დავბლოკოთ ეს ადამიანი აქედან. იმიტომ რომ ეს ადამიანი არის, რომელიც პირადად 21 საუკუნეში მავიწროვებს მე და არის გადაკიდებული ჩემზე და არ ვიცი, აი ეს სწორედ ესეც არის. ადამიანი დაბლოკოთ ცალსახად, მაგრამ ზოგადად მაგას ვიტყვი, რომ ფემინიზმი ზუსტადაც რომ არის თანაბარ უფლებიანობის იდეა და არ არის ეს კასტად დაყოფა, დაპირისპირებულ ჯგუფებად დაყოფა ქალების და კაცების და ყოველთვის არ ვიცი მე პირადად მუდამ ამის ტრანსლირებაში ვარ რომ მირენ მე მოგისმინე რა, ანუ ეს ადამიანი აქ რო იმყოფება, ჩემთვის არის ძალიან უხერხული და მე ხო დაბლოკე ხო? კი. აქ არ არის. ეს ადამიანი არის სტალკერი, რომელიც არის გადაკიდებული. ოკეი. ჩემზე და ადრე ძალიან შემწხვებოდა, შემეშინდებოდა რომ მეთქვა რაღაცა უხერხულად არ იყოს ვიღაცა და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს მაგალითად ეხლაც ჩემი კომფორტი არ დავიღუე იმის გამო, ვიღაცა არანორმალურის გამო, რომელიც რაღაცნაირად არ ვიცი, არ მიცნობს და სიყვარულს მიხსნის და მადგება სადღაც, ანუ აბსოლუტურად ვიყავი შოკირებული და აღარ მინდა ამ ადამიანზე ლაპარაკი, მაგრამ მიხარია რომ დავწმუნდი რომ დაბლოკილი არის აქედან. აი ეს დღესაც არის ძალიან ბევრი პრობლემა, როდესაც არ ესმით კაცებს გარკვეულად, როდესაც ქალი ეუბნება, რომ არ მინდა და შემეშვი, ანუ აი მთლიანობაში ხო, არ ვიცი, აგეთქვა ლაივში ვართ და გამოხტა ვიღაცა. კარგი. მესამე პოსტერზე გადავიდეთ. მინდა რომ 9-ვე მოვასწროთ რა, ცოტა ვიზღუდებით, როდი გავუშვებთ სექსუალურ შევიწროებაზე. უკვე იქ არის წერია თვითონ იმ პოსტერებში, ანუ აქაც ყველგან არის უკანა ფონზე გამოყენებული ეს რაღაცა ყვავილივით ვარდის ფორმით არის გაკეთებული ეს ვაგინა და სხვადასხვა ემოციები არის თინას მხრიდან, სხვადასხვა მაკიაჟები არის, ვიზუალები არის და ამის მიხედვით სურათიდან იგრძნობა ენერგეტიკა რა როგორი ეს არის სექსუალური შევიწროვება მეოთხე რა გვაქვს შევიწროვება მეოთხე არის სილამაზ ეს რა ქვია გენდერული სტერეოტიპები რომ ქალი უნდა იყოს აუცილებლად ლამაზი ყველაფერი ერთად რაც ერთიანდება ამ სტერეოტიპებს რო კარგად გათხოვდეს რო კარგი დედა გახდეს ყველაფერი საერთოდ მეხუთე არის უკვე სილამაზის სტანდარტები სადაც არის ფოტოშოპით გავუკეთე პლასტიკური ოპერაცია სოლარიუმში არის და მთლიანად შევცვალე თინას ვიზუალი რომ ექსტრიმები სადამდე მივყავართ ამ პლასტიკურა ის სილამაზის სტანდარტი გადაიქცა პლასტიკური ქირურგიის, აი ესთეტიკური მედიცინის რაღაცა ძალიან დიდი სტატისტიკა არის აქ, რომ მაგალითად საქართველოში სტატისტიკა არ არის ამ ყველაფრის, მაგრამ 2 მილიონი ქალი იკეთებს წლიურად ამერიკის რომელიღაცა შტატში ოპერაციას, თანაფარდობით 200,000 კაცთან. ანუ ძალიან დიდი სხვაობა არის, რომ ქალებზე არის კონკრეტულად წნეხი, რომ იყო იდეალური გარეგნობის და ქალებს უწევთ, რომ გაიარონ. მე კი არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო თუ თავდაჯერებულობაზე გეხმარება, რაც გინდა გაიკეთე, მაგრამ აქ არის სიცოცხლის, ანუ ფატალური გამოსავალი, რისკი 50,000 ოპერაციაზე ერთი არის ფატალური შედეგი და როდესაც წვების საოპერაციო დაფაზე ხელს აწერ იმას, რომ შესაძლო არის შენი გამozdelobas ოდნავ უკეთესად ჩავდეს სტანდარტში. კი, ყველაფერი, ანუ კორსეტი იქნება, წელის დაპატარება იქნება, არ ვიცი, ნებისმიერი პროცედურა იმისთვის, რომ შენ იყო ლამაზი. და ეს არის ინდუსტრია, რომელიც ქალებს აუბედურებს. იმიტომ რომ როცა შენი აქცენტი არის იმაზე, როგორ გამოიყურები და ამას მთლიანად მთელი მსოფლიო აიძულებს ქალს. კაცზე ესე არ არის. კაცებიც ახლა უფრო მეტად უვლიან თავს, რა თქმა უნდა, მაგრამ თავის მოვლა ერთია, მაგრამ ის რომ ჩვენ რაღაცა
ზომებში და აი სანტიმეტრებში უნდა ჩავხდეთ, ეს მგონია რომ ეს არის არაჯანსაღი. მშობიარობის მერე ასაკში შედიხარ, ხალი ნაოჭები გაქვს, ანუ პირიქით, ანუ კაცებზე არის კაცი უფრო სიმპათიური ხდება, რომ შედის ასაკში, ხალი მე მიყვარს ჩემი ნაოჭები და არაფერს არ ვუყურებ. და ეს შენ და რამდენი სხვა დანარჩენი უამრავი ადამიანი არის ამ ყველაფრის მსხვერპლი დღესდღეობით, იმდანად რომ რამდენი გოგო ვიცი, რომ მაკიაჟის გარეშე მაღაზიაში ვერ ჩადის. ან მაგალითად კაცთან ერთად რომ ძინავს და რაღაცა დილას უნდა გაიღვიძონ, თავი მოიწესრიგონ და ერიდებათ, რომ თავისი ნამდვილი თავი დაანახონ. ერიდებათ, რომ მაგალითად აუზზე მიდიხარ და დაგრჩა აქ რაღაცა 1-2 ცარი ღინღლი მოსაპარსი და იქიდან გაბრუნებულა ჩემი მეგობარი სახში, რომ აი ხელს ვერ ამწევ, არ ვარ კომფორტულად 1-2 ღინღლის გამო, რომელიც არის ბუნებრივი. აი ეს ზიზღიანობა, ეს ყველაფერი არის ამაში აღწერილი ყველაზე ექსტრემალური გზით, როდესაც ყველაფრის პლასტიკური ოპერაცია გავუკეთეთ ინას და მეექვსე არის უკვე ფსიქოლოგიური, კი არა და ოჯახური ძალადობის ერაში დაბადებული ქალებისთვის ოჯახური ძალადობის თემა არის და ამ პოსტერს ჰქონდა უდიდესი გამოხმაურება, უდიდესი და ესეთი რაღაცაც მოხდა, რომ ქუჩაშიც მესენჯერშიც ძალიან ბევრგან ესეც ციფრს აჩვენებდნენ ქალები. ერთმა მომაძე ხა 9-დან 9 მაქვს გავლილიო, ანუ ყოველ პრობლემაში ყველა თავის თავს ნახულობს ამას რო უყურებს და ოჯახური ძალადობის პოსტერის ქვეშ იყო ძალიან ბევრი კომენტარი და ძალიან ბევრი გულახდილობა, რომ ეს მეც გამომივლია და უკვე როცა ყიდულობდნენ ამ პროდუქტს, ამ პოსტერიდან ხო არჩევენ ამ სამკაულს და წერდნენ, რომ აი ამ საყურეს იმიტომ ვიყიდი, რომ იმიტომ კი არა რომ ლამაზი არის და რაღაც ანუ ატარებს ჩემს კი, იმიტომ რომ მე ეს გამოვიარე და ეს მინდა რომ ამაყად მაგარიათ. ეს არის ყველაზე კარგი რაღაც, რომ სახელები წერით. მაგრამ მაგარი რამე შეძელი ხო ხდები? ეს ხდები რომ ეს გამოვიდა ისეთ მასშტაბზე, ანუ თვითონ ამ პროდუქტის გაყიდვა იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც ჩემ ბიზნესს ჭირდება და არ ვიცი მართლა ასობით შეკვეთა რო იყო მარტივი პროდუქტების, ეს პროდუქტები მაინც არის ისეთი, რომ ნააბორტალი ქვია, გენდერულად არჩეული, ანუ ამ კამპანიიდან გამომდინარე ცუდი სახელები აქვს, ანუ violated ქვია ამ საყურეს ძალადობის მსხვერპლი, ანუ გიკეთია საყურე, რომელსაც ქვია მე ვიყავი ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პროდუქტებისთვის ასეთი სახელი მიმეცა, მაგრამ მიხარია, რომ ესეთი რაღაცა გავაკეთე. არ ვიფიქრე გაყიდვებზე, გაიყიდება, არ გაიყიდება, იმიტომ რომ ისინი, ვინც ამას იყიდიან, იმათთვის ეს არის ცხოვრების შემცვლელი. მაგის შემდეგ არის ეხა გამახსენდა ფსიქოლოგიური ძალადობის ერა. როდესაც იქ შედის ძალიან ბევრი რამე წერია იქ Facebook-ზე თვითონ ეკონომიკური ძალადობის ნიშნით, რომ გოგო ამას თუ არის ზავფეხსაცმელს აღარ გიყიდი, მე შენ ეს ფული მაინც ყველანაირი სახის ფსიქოლოგიური ზეწოლა კაცების მხრიდან ქალებზე, რაც არის და მეექვსე არის, ერთმა ქალმა იყიდა და აი დიდი ხანი რომ ელაპარაკებოდა ადმინს, მაგრამ მეც მწერენ ხოლმე რაღაცებს და მე ადმინი იწერდა ან სკრინებს აგდებდა, რომ იმისთვისაც ხო ემოციური იყო ეს ყველაფერი და ამ ქალმა ესეთი რაღაცა დაწერა, რომ მე 14 წელი ვიყავიო, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლიო და ჩემთვის ცოტა სხვა რაღაცა არისო, ეს საყურეო. მე ვიღაცა მოგწერა 7 წელი ვიყავი ძალადობის მსხვერპლიო. მე ვიღაცა მიყიდა კიდევ და ანუ აი გათავისუფლებაც უნდათ. ამ ადამიანებს ყიდულობენ რაღაცა როგორ თქვა აი რაღაცა ტრაფარეც რო დაიჭერ რომ მე ვარ ამას ვემხრობი თითქოს აი მე ვარ ეს ხო აი ომის ვეტერანს რო უკეთებენ რაღაცას გულსაბნევს რომ აი ეს იქ იყო რაღაცა დაახლოებით ეგეთი არის ასოციაცია მივაბი პროდუქტებს და ეს გახდა რაღაცნაირად ყველა პროდუქტს ხო თავის ასოციაცია აქვს კაცების საათებს როლექსი რაღაც ყველას თავისი რაღაც დაყვება და კარგად იყიდება პროდუქტები, რომლებსაც აქვს აი ბედნიერი ცხოვრების მომცემი სასიამოვნო ენერგეტიკის მატარებელი ასოციაცია და არ ვიცი, ბევრი პროდუქტი აქვს ეგეთი. მე-7 და მე-8 და მე-9. მე-7 არის უკვე body shaming-ის, ანუ სხეულით დარცხვენის ერა. მან არის ეგეთი რაღაცა გვაქვს ხალხო გავლილი ქალებო მე წავწუდა თავარ უკვე.
ძალიან ბევრი არის. ეს იყო სხეულით დარწმენის ერა და მან არის თმები აქვს იღლიაში, იმიტომ რომ შეიძლებოდა ან გამესუქებინა, ან გამეხნუნებინა, რომ არც არანაირი სხეული არ მოწონთ, მაგრამ ჩავთვალე, რომ ეს თემები უკვე ასე თუ ისე გავიარეთ, ან ვიღაც მუშაობს ამ თემებზე ბოლოს და ბოლოს და სხეულს აღარ ვუყურებთ. იმის მიუხედავად აღარ ვლაპარაკობთ ამაზე. როგორ გეკადრება, ძალიან კარგად. მაგრამ სინამდვილეში უყურებენ, მაგრამ მე წამოვწია აქ უკვე თმიანობის ამბავი, იმიტომ რომ თმისთვის რა ამბავსაც ატეხავენ, წონაზე, წონის მეტობაზე, ანაკლებობაზე ისეთი ამბავი აღარ არის და მთლიანად აერთიანებს ნებისმიერი სახით სხეულის დარწმენის თემას. და მერვე არის მერტო ჩემო დამავიწყდა სად რა არის, ან შეიძლება დავიღალე, ან დავიბენი. მერვეში თუ გინდა, მარიამ, მერვე და მეცხრე სანახავად შეგვიძლია რომ შევუთხათ მაყურებელს, რომ გვერდზე შემოვიდეს და გიდევს ეს 9 პოსტერი, არ ვიცი, და გავიხსენე, რომ მეცხრე რა არის მეგობრებო, თუ რომელიმე მათგანი ახლოს მოვიდა, ყველაზე მეტად რომელი მოგხვდათ გულზე, ჩამოთვლილთაგან რაღაც ნომერი დაგვიწერეთ მაინც კომენტარში, გავამხნევოთ მარიამი, იმიტომ რომ ძალიან ძიმე თემებზე ვსაუბრობთ და თან ძალიან ემოციურია, როდესაც ერთი არის რომ ძიმე არის თემა, მე ჩავიხედები თუ გინდა პლანშეტით და მეორე არის როდესაც შენ გაკეთებულზე საუბრობ, აი ძალიან ისეთი არის, ხო წარმომიდგენია შენ რა გრძნობ. შეგიძლია მაგიტანაც ანახო პრინციპში პლანშეტით. კი, ახლავე გაჩვენებ პლანშეტის. ეს არის ნოემის Facebook გვერდი, რომელსაც ძალიან დიდი რაოდენობის ერთგული გამომწერი ყავს და ძალიან აქტიური გვერდია. Facebook-ზე თუ შევდივარ ხოლმე, ოდესმე მიგდებს ხოლმე მარტო შენ პოსტებს და ძალიან კარგად იკითხება და რა ვიცი, ყოველთვის სიამოვნებს ხოლმე მათი ნახვა. ძირითადად შემთხვევაში, თუმცა ეს თანმიმდევრობით Facebook-ზე უფრო ისინი არის განხილვები. სადგევს მითხარი Instagram-ზე? Instagram-ზე დევს თანმიმდევრობით. კი ბატონო. მეცხრეს ვიტყვი, მეცხრე არის უკვე ბოლოს გენდერული უთანასწორობით გამოწვეული პრობლემები, რაც არის მთლიანად ერთიანდება მეცხრეში. მეცხრე არის დასასრული, რომ დღესაც აქტუალური არის და დღესაც არის გენდერული უთანასწორობა. აი თანმიმდევრობით არის მან და სხვადასხვა ფერში არის ეგ ისინი. მერვე რა იყო ერთი? მერვე არის to those born in a child marriage era. ეგ არის მეორე. ზემოდან მოყვები, ხო, ეგ ვთქვით პრინციპში ჩვენ. ეგ არის მერვე. body shaming-ი არის მერვე. შენ მეშვიდე შემეშალა, რომელიღაცა შეგვეშალა ჩვენ როგორც ჩანს. mental abuse era. იყო ერთ გამოგჩა. domestic violence ვთქვით. beauty standards არის და მეცხრეთი თავდება და მეცხრე არის unisex პროდუქტი, ანუ კაცებსაც შეუძლიათ გაიკეთონ ეგ საყურეები და ჩოკერი. კი არა და არის bow tie, რასაც ქვია, ბაბთა. აი ნახეთ როგორი ლამაზი ფოტოები და პოსტერებია. ძალიან მოწონს. ბრავო. პროდუქტი იყო ბაბთა, ავდექი და ხო, ძალიან კარგი ის არის ფოტოშორის. და ძალიან თვითონ გარდა მესიჯისა, მე ვიზუალურადაც ძალიან მომწონს ესენი და ზოგადად მომწონს მე ჩემი ჭრილში ვუყურებ პროფესიულადაც ვაფასებ ამ მხრივ, რომ გარდა იმისა, რომ შინაარსობრივად ლამაზია და ფერია და ფორმა ლამაზი, აი თვითონ მდებარეობაც აქვს ძალიან გამოკვეთილი ამ საყურეებს და ბევრი ადამიანის როგორ თქვა ფიზიოლოგიას ავსებს, ანუ ბევრ ადამიანს ყველას სხვადასხვანაირი სახისმეტყველი აქვს და ფორმების შემფასებელი და ყველაფერი რაც იცი, ეგ მაგ მხრივ ვიმუშავე უკვე როგორც სახელოსნოში რა, რომ როგორი დგომა უნდა ქონდეს და ეს ოპტიკური ილუზიით ხო აკეთებს მაგ ყველაფერს პროდუქტები და ეგ რაღაცა დგომა აქვს. აქამდე კი იყო ქლაინბერები და რაღაცა განსაკუთრებული. ქლაინბერებიც ულამაზესები იყო მართლა. ნაჭრებად და სად არის ის წერენ ერთი ამბავი, მაგრამ მე ვიძახი რომ არ არის. ტოტაშალი ყველაფერი ყოფილიყო ეგენიც. ალბათ გამოაჩენ მე. არა, გამოაჩენ. ანუ ეგ იყო სტაბილური შემოსავალი, ეხლაც ძალიან ბევრი ერთ ამბავში არის ხალხი ტიროდა რომ სად არის რა გააკეთა, როგორ შეიძლება ესე, მაგრამ
მე უკვე ახალი კოლექცია მექნება, ეს იყო ცხოვრების ლიცენზია, შემდეგ იქნება დრამის ლიცენზია და შემდეგ იქნება ქალობის ლიცენზია. და როგორი ანონსები გვაქვს მოკლედ. ძალიან ისეთი ბევრს ვერ ვიტყოდი, მაგრამ რაც დაიწერა, ძალიან თბილი კომენტარი დაიწერა. ძალიან მიხარია, რომ ბევრი ქალბატონისთვის გახდა კი არა, აღმოჩნდა ჩვენი ლაივი საინტერესო და შეინახება აუცილებლად ლაივი, კითხვა იყო ამასთან დაკავშირებითაც. თუ თქვენ ახლა ლაივის ჩანაწერს უყურებთ, ძალიან გთხოვთ აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება, თქვენი შინაგანი, რას გრძნობდა მსმენსას, გამოვხატოთ ეს ემოციები. გავამხნევოთ ერთმანეთი ქალებმა, ჩემი გვერდით ძირითადად ქალების გამხნევება და мотиваციას ეხება, არავითარ შემთხვევაში კაცების სიძულვილს არანაირად, უბრალოდ მგონია რომ ქალებს ერთმანეთზე ზემოქმედების და სამყაროზე ზემოქმედების ჯადოსნური ძალა გვაქვს. ოღონდ გულწრფელად მგონია ეს არ არის უბრალო სიტყვები და მე ჩემ წილ პაწარა რაღაცას აი ამითი ვცდილობ რომ გავაკეთო და მგონია რომ აი რაც თქვი რომ ვიღაცას რაღაცას უკეთებ და შენთვის აკეთებო ზუსტად ეს თემა არის და ეს არის ჩემთვის ჩემი ბლოგი და ძალიან მიხარია პირველ რიგში და ძალიან მადლიერი ვარ რომ აი ამდენ საინტერესო ქალს შემახვედრა და შენ თავი მათ შორის მივათვალე ძალიან საინტერესო ადამიანს შემახვედრა შენი სახით. ესეთი საინტერესო ქალბატონები ლაივში არიან ხოლმე ჩემთან სტუმრად და არანაკლებ საინტერესო ადამიანები არიან ჩემს აუდიტორიაში, ვინც დაუშვათ ესეთი ცნობილი არ არის თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ არ ჩანახო, ძალიან ბევრი გმირი ქალი ყავს, ვინც აი კადრს მიღმარი და თავის ყოველდღიურობაში იჩენს ამის გმირობას და მე თქვენ გამხნევებს თან ამომიგდო რაღაცა ძალიან ანუ არ იყო ჩემთვის ცნობილი სახე ეს ქალი, მაგრამ ლაპარაკობდა ამ თავისი ბიზნესის განვითარებაზე და იმდენი რაღაც ვისწავლე, არ მახსოვს სახელი, სადღაც ის სამკაულზე იყო? საინტერესო და კითხვებიც ძალიან საინტერესო გქონდა. ვინ? სამკაულებზე? მეცა მარილისი იქნებოდა კი ნათია გოცირიძე მყავდა და აი მართლა ძალიან საინტერესო ქალბატონია. არც ვერც გამოვხატეთ იმდენად სიღრმისეულად, რაც სინამდვილეში არის ხოლმე ოფლაინში. აი ყველა შეხვედრაზე გადადის ხოლმე ჩვენი საუბრები რაღაც მაღალ მატერიებზე ადის და მართლა უდიდესი აი რამდენი ყავს ესეთი ადამიანი და მოკლედ ამის თქმა მინდოდა რომ აი მიხარია ბედნიერი ვარ და ღმერთს მადლობას უგზავნი იმისათვის რომ აქ ვარ ეხლა ვარ და თქვენთან ვარ და რა ვიცი ყველას ჩვენს წილ ენერგიას გიგზავნით გოგოებო 90 წლის 9 წლის 50 წლის 40 წლის გოგოებო ყველანი ხართ გოგოები შემოგვიერთდით გაგვიზიარეთ თქვენი ენერგია თქვენი კომენტარი თქვენი სურვილები კითხვები რა თქმა უნდა და მეც და მარიამიც დარწმუნებული ვარ მარიამიც მოიცლის მე ბუნებრივია აუცილებლად გამოგეხმაურებით ხომ ასეა მარ კი და საინტერესო ვინმეს თუ რამე კითხვა აქვს რამე აინტერესებს გაგვიზიარე ხა შენს დაგვემშვიდობო და მაშინ დავასრულებ ამ ლაივს კი მე ძალიან ვისიამოვნე შენთან ყოველთვის ძალიან სასიამოვნო არის ყველა აი ამდენი ხანი ხო მინდოდა ნახვა და რაღაცნაირად მოგიყევი შენ ახლა იმიტომ რომ ცოტათი შეიძლება პირველი ლაივი იყო ჩემი ეს და დიდი მადლობა ამისთვის ხო არ იგრძნობოდა ისე როგორც თითქოს მე რაღაცას ყვებ თითქოს მე და შენ რაღაცა გამიხილეთ და ძალიან დამაკომპლექტე და დიდი მედი მაქვს რომ მალე შევხვდები კიდევაც ისეც ისე ხო იქ უნდა წავიდეს ჩვენ მეგობრებო დაგემშვიდობებით ძალიან დიდი მადლობა ვინც გვიყურეთ ვინც გამოგვიგზავნეთ თბილი მესიჯები გიგზავნით ბევრ გულებს